მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული კიდევ 9 პირის საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება დღევანდელ სხდომაზე. ირაკლი ქერაშვილის ადვოკატის არ იმყოფებოდა, რის შემდეგაც თავად ბრალდებულმაც დატოვა პროცესი. აღნიშნულის შემდეგ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა სასამართლო პროცესების გაჭიანურების თავიდან აცილების მოტივით ყველა ბრალდებულს საზოგადოებრივი დახმარების ცენტრის ადვოკატი დაუნიშნა. მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას ხმაური და პროტესტი მოყვა. ადვოკატებმა გალუსტაშვილის აცილების შუამდგომლობა დააყენეს, რაც არ დაკმაყოფილდა. საუდაბლო დაცვის შემთხვევა არ გვაქვს სახეზე, საუდაბლო დაცვა არ გვაქვს შესაბამისად დღევანდელი მოცემულობით თქვენი ადვოკატის მონაწილეობა სასამართლოს პრობლემას არ უქმნის სდომის გაგრძელებასთან დაკავშირებით. თუ თქვენ დატოვებთ სასამართლოს სდომის დარბაზს, სასამართლო ივსჯელებს თქვენთვის სახაზინო წესით ადვოკატის დანიშვნასთან დაკავშირებით და სახაზინო წესით მიიღებს ადვოკატი მონაწილეობას. გარდა ამისა, სხვა პროცესებზეც მიმდინარეობაზე ხელი რო არ შეეშალოს სასამართლოს, არა მხოლოდ თქვენთან მიმართებაში, არამედ ყველა ბრალდებულთან მიმართებაში იმსჯელებს სახაზინო წესით ადვოკატის დანიშვნასთან დაკავშირებით. იმიტომ არ იმყოფება ამ პროცესზე, რომ მას გაფრთხილებული ყავდით არაერთხელ და თქვენ მაინც ჩანიშნეთ დღეს პროცესი ეს ერთი. მეორე ბატონო მოსამართლე პრევენციულად სახაზინო ადვოკატს რომ უვნიშნოთ კიკნაძეს, საერთოდ არ ვივლით ამ პროცესებზე. თქვენ რატომღაც მიგაჩნიათ, რომ 9 თვიან საპატიმრო ვადაში ხართ შეზღუდული. ამიტომ ყოველ დღე არაადამიანურ პირობებში უნდა იმუშაონ ადვოკატებმა, მით უმეტეს ეხლა ამ პერიოდში, როდესაც საშემოვლებო პერიოდია და გვაიძულებთ რეალურად და ყოველდღიურად გვაშანტაჟებთ, რომ მოიწოთ სახაზინო ადვოკატს. სასამართლომ აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. დავასრულოთ სასამართლომ დანიშნა ადვოკატის სახაზინო წესი და ყველა ბრალდებულთან მიმართებაში ეთიცოდი ბატონო ადვოკატი. დავასრულოთ. ესე მართლა არ გამოვა იქიდან გამომდინარე, რომ სახაზინო ადვოკატებზე არ ვართ არც ერთი თანახმა. და უარს ვაცხადებთ ნებისმიერი სხვა ადამიანების ჩართულობაზე, იმიტომ რომ ჩვენ აბსოლუტურად ვენდობთ ამ ადამიანებს და სასამართლოს შეუძლია რომ გადაანაწილოს